ერთ საათში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. საპატრიარქოდან ფეხით მსვლელობა 14 საათზე დაიწყება. 2 საათზე დაიწყო წმინდა სინოდის ხდომაც. მღვდელმთავრებმა უნდა გადაწყვიტონ რომელ დღეს და სად დაიკრძალება ილია მეორე. სასულიერო პირების თქმით პატრიარქს 1978 წლიდან ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ყოველთვის სიონის საკათედრო ტაძრის სიახლოვეს ყოფილიყო. დიდად ნერვიულობ, რა იქნება ჩემს შემდეგ, ეს დიდად მაფიქრებს. რაც უნდა ითქვას არის ის, რომ არც ხელისუფლება და არც არავინ ამაში არ უნდა ჩაერიოს. ეს ჩემი სულის სურვილია. მთავარეპისკოპოსი ზენონის თქმით ეს სიტყვები კათოლიკოს პატრიარქმა მას წლების წინ უთხრა. იგივე პოზიცია აქვს თავად მეუფე ზენონი არაჯულსაც, რომელმაც გუშინ მოუწოდა ხელისუფლებას არც ერთი ფორმით არ ჩაერიოს ეკლესიის შიდა არჩევნებში. საქსტატის ცნობით საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 11%-ით 2466 ლარამდე გაიზარდა. ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი ამ დარგებში დაფიქსირდა. დედოფლის წყაროში 4 პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ-კვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 2025 წლის ივნისში ბრალდებულმა სოფელ უზაანში 4 ადამიანს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მძიმე ჭრილობები მიაყენა.